მილიონობით ლარმა შეიძლება გაიაროს შენ ხელში, მაგრამ ერთი ჯინსი ვერ იყიდო. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ არიან უკვე თამაშ დამოკიდებულები და ამ ილუზიაში არიან, რომ მე ნებისმიერ მომენტში შემიძლია გავანებო თამაშს. მოგების შემდეგ თამაში გრძელდება რეალურად მაინც წაგებამდე. ჩვენი მოსახლეობის 13% ჩართულია თამაშ დამოკიდებულების პრობლემაში. საშუალო სტატისტიკის მიხედვით, თუ კი გვყავს ქვეყანაში დაახლოებით 300-დან 400,000-მდე თამაშ დამოკიდებული, დაახლოებით მილიონამდე თანადამოკიდებული გვყავს. ამ უღრან ტყეში შენ კომპასის გარეშე დადიხარ და გაქვს იმის ილუზია, რომ ამ ტყიდან გამოხარ, ვერ გამოხარ. მე ვარ ადიქტოლოგი. მე ვმუშაობ თამაშ დამოკიდებულებთან და თანადამოკიდებულებთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მე ყოფილი მოთამაშე ვარ და თამაშ დამოკიდებულება არის დაავადება ისევე როგორც მაგალითად გრიპი და სხვა. მე იმ დოპამინს, რომელსაც მაძლევს თამაში, ვერც ერთი ნადირობა და ვერც ერთი PlayStation-ი ვერ ჩამინაცვლებს. მთავარი არის ვიპოვოს დეფიციტი, რასაც ვავსებ თამაშით. მე თუ დეფიციტი ვიპოვე, მე იმ დეფიციტს შევავსებ ბუნებრივი პროცესით და მე უკვე თამაშ დამოკიდებულება ჩემი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ თამაში აღარ მეჭირდება. ყველგან კაზინოს რეკლამებია. რანაირად უნდა გადაურჩი ამ ყველაფერს? ყველას, ვისაც smartphone-ი აქვს, ფაქტურად ჯიბეში უდევს კაზინო. როცა ხედავ, რომ რინგზე არის შენი მოწინააღმდეგე დამოკიდებულების სახით, ამ შემთხვევაში ჯობია რომ რინგზე საერთოდ არ ახვალ. იმიტომ რომ იქ თუ ახვალ, მაშინ მოგერევა. პირველი ნაბიჯაც უნდა გადადგას, რომ დაიწყოს გაჩერება. იმისთვის რომ თამაშისთვის თავის დანებება მოგინდეს, აუცილებელია ფსკერი. მაგრად უნდა გედგინოს რაღაც. ეს ფსკერი თუ გაატარე, მერე უნდა ელოდო შემდეგ ფსკერს, რომელიც აუცილებლად უფრო ცუდი იქნება ვიდრე იფოცე. მეგობრო, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რადგან თვალს ადევნებთ ჩემს ვიდეოებს, ხედავ თქვენს კომენტარებს, ლაიქებს, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ვინ ჩვენს არხს უყურებს, იმის 74%-ს ჯერ ისევ არ აქვს გამოწერილი ეს არხი. ამიტომ უბრალოდ შეამოწმეთ, თქვენთვის 2 წამი არის, ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია. ამით მეუბნებით, რომ გინდათ კიდევ უფრო მეტი ეპიზოდები და მე პირობას გაძლევთ, რომ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე განვითარდებით, კიდევ უფრო მაგარ სტუმრებს, მაგარ თემებს შემოგთავაზებთ და კიდევ უფრო ხარისხიანი გახდება ეს ეპიზოდები. ამიტომ უბრალოდ 2 წამით ჩადით ქვემოთ, გამოიწერთ არხი და ახალ ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. გუგა, მადლობა რომ ესტუმრე. პირველ რიგში კითხავ, ვინც არ გიცნობს, როგორ გააცნობდი შენს თავს, ვინ ხარ, რა საქმიანობ, ბოლო წლები რითი ხარ დაკავებული? მე ვარ ადამიანი სახელად გუგა. ჩემი საქმიანობა არის თამაშ დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, კვლევა და ადამიანების გამოჯამრთელება. ვარ ერთის მხრივ ადიქტოლოგი, მეორეს მხრივ სპეციალისტი დამოკიდებულების და უკანასკნელი 8 წელიწადი ამ სფეროში. შენი აზრით, ანუ დღევანდელი ჩვენი საკითხი რატომ არის პოპულარული და მნიშვნელოვანი? როცა არსებობს მანქანათმშენებლობა, არსებობს პროფილაქტიკაც. ეს ერთი მეორესთან დაკავშირებული პროცესებია და ბუნებრივია, რომ სათამაშო ბიზნესის ასეთი პოპულარიზაცია იწვევს მერე შედეგად იმ პრობლემებს, რომელსაც თამაშ დამოკიდებულება ქვია. რატო არის თამაშ დამოკიდებულება პრობლემა? კი არა და რატო არის დაუშვათ სათამაშო ბიზნესი ესე პოპულარული და ზოგადად ტრენდი რატო არის თამაში? ამას აქვს თავის მიზეზები, რა თქმა უნდა, რომელსაც პრინციპში ჩამოვთვლი. პირველი ეს არის სიღარიბე. იმიტომ რომ სიღარიბე ქმნის რაღაც, ასე ვთქვათ, ილუზიას გარკვეულს, რომ დაუშვათ შეიძლება ამ ფინანსური პრობლემების მოგვარება თამაშით, ასე ვთქვათ, მოგვარდეს. მეორე ეს არის განათლება და ცნობიერების დაბალი დონე. ბუნებრივია, რომ ეს ერთი მეორესთან დაკავშირებულია, იმიტომ რომ ღარიბ ქვეყნებში განათლების დონეც დაბალია. და ცნობიერების დაბალი დონე ის არის, რომ თამაშ დამოკიდებულება აღიქმება როგორც ცუდი ქცევა და არა როგორც დაავადება და ეს სტიგმაა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უფრო დიდხანს რჩება თამაში, იმიტომ რომ აქვს სირცხვილი ამის აღიარების. მაგალითად გრიპიც რო ესეთივე სასირცხვილო იყოს, როგორც თამაშ დამოკიდებულება დღეს ჩვენთან საზოგადოებაში, გრიპი გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა ვიდრე სინამდვილეში არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვეჩხუბებით იმ ადამიანს, ვისაც გრიპი აქვს, რომ გრიპი აქვს. ვიაზრებთ ამ ყველაფერს და ლეგიტიმურია ეს ჩვენი ცნობიერებისთვის. თამაშ დამოკიდებულება როცა აქვს ადამიანს და ისიც ჩვეულებრივი დაავადება და ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა ნუსხაშია შეყვანილი, კოდი აქვს მინიჭებული F063, ვისაც აინტერესებს შეუძლია დაგუგლოს და თამაშ დამოკიდებულება არის დაავადება ისევე როგორც მაგალითად გრიპი და სხვა.
მაგალითად, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ეს არის ფსიქიკური დაავადება, თავშად გრიპი არის ფიზიკური დაავადება. ამიტომ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ პრობლემას და შესაბამისად ადამიანებიც ამ სტიგმის ქვეშ რო არიან, უფრო დიდხანს რჩებიან ამ პრობლემაში, იმიტომ რომ ეს სირცხვილია, როცა იძახი რომ მე მაქვს ეს პრობლემა. და ზღვარი სად გადის? აი, უბრალოდ, აი, ბევრი იწყებს, რომ უბრალოდ რომ ცოტა ხანი გავერთო რა, არაფერი სერიოზული. აი, სად გადის ზღვარი უკვე უბრალოდ ჰობისა და პრობლემას შორის, სადაც იწყება? ადამიანი ამას ვერ ხვდება. სინამდვილეში განსხვავება არის კონტროლში. ანუ მე როდესაც შემიძლია ჩემი თამაშის კონტროლი, მე არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ზოგადად ადამიანმა ითამაშოს. ისევე როგორც ალკოჰოლი მიიღოს და ისევე როგორც დაუშვათ თუნდაც რაღაცა დაუშვათ პორნოს უყუროს. მე ვაპროტესტებ იმ მდგომარეობას ადამიანის, როდესაც ის არის უკონტროლო ამ პროცესში. შენ თუ უბრალოდ დაბადების დღეებზე ალკოჰოლს მიიღებ, ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ შენ თუ ეს ყველაფერი ალკოჰოლიზმში გადაგივა და შენი დალევა არ მთავრდება ერთი დალევით და ეს გრძელდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ალკოჰოლიკი ხარ. იგივეა თამაშ დამოკიდებულებაზე. ყველა მოთამაშე თამაშ დამოკიდებული არ არის. ზოგიერთი მოთამაშე არის თამაშ დამოკიდებული და ზღვარი სად არის გართობა და სად უკვე პრობლემა, ეს არის რეალურად უკონტროლო მდგომარეობაში, როდესაც მე არჩევანი აღარ მაქვს. ვითამაშო თუ არ ვითამაშო, ეს არჩევანი აღარ არის. შესაბამისად უკვე იწყება პრობლემა სახელწოდებით თამაშ დამოკიდებულება, ოღონდ ამის გააზრება თვითონ ადამიანის მხრიდან, რა თქმა უნდა, რომ ბევრად უფრო გვიან ხდება. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მე ყოფილი მოთამაშე ვარ და ეხლა თამაშ დამოკიდებულია. ესეც მინდა რომ გავმარტო, თამაშ დამოკიდებულება არ სრულდება. ეს არის ქრონიკული დაავადება და ერთხელ თუ დაგემართა, შენ ცხოვრების ბოლომდე ხარ თამაშ დამოკიდებული, მაგრამ შენ შეგიძლია რომ არ იყო მოთამაშე, რაც მე ჩემ თავზე გავაკეთე მაგალითად რა, გავიარე ის პროცესი, როდესაც მე დავასრულე ჩემი მოთამაშეობა, მაგრამ მე ყოველთვის მექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება თამაშთან და მე თამაშს ვერასდროს ვეღარ დავიწყებ. მე შემიძლია თამაში გავაგრძელო ზუსტად იმ წერტილიდან, სადაც 8 წლის წინ დავასრულე. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ პრობლემა არის ის, რომ ამ პროცესში ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებას, თუმცა ილუზია აქვს, რომ აკონტროლებს. და დიდი ხანი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ არიან უკვე თამაშ დამოკიდებულები და ამ ილუზიაში არიან, რომ მე ნებისმიერ მომენტში შემიძლია გავანებო თამაშთავი, იგივეს ვაკეთებდი მეც ჩემი თამაშის დროს. და რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს, რომ გაჩერდეს? რეალურად დიეტაზე ჯდება. დიეტაზე ჯდება, ანუ თამაშის სურვილი არც არ მიდის, ისევ თამაშის სურვილია, უბრალოდ მე ნებისყოფის ხარჯზე ვცდილობ, რომ არ ვითამაშო. ნებისყოფა ფსიქოლოგიაში შედარებულია ზამბარას ეფექტთან. და როგორც ზამბარა, მაგალითად, როგორი ძლიერი მეტალისგანაც არ უნდა იყოს დამზადებული, დროთა განმავლობაში თუ მას დავჭიმავთ, ის აუცილებლად დროთა განმავლობაში გაწყდება. იგივე მოსდის ჩვენს ნებისყოფას. ნებისყოფა ჩვენი არის ლიმიტური, ის არ არის ულიმიტო, შესაბამისად დიეტაზე, ამ დიეტასაც თავის ვადა აქვს და აუცილებლად დასრულდება და შესაბამისად მე უბრუნდებით ისევ თამაშს. ანუ ნებისყოფა არ არის საკმარისი რომ გავჩერდე. ნებისყოფა საერთოდ არ არის საჭირო. ხა მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მე ნებისყოფის ხარჯზე არ ვარ ეს 8 წელიწადია, მე თამაში უბრალოდ არ მინდა. ანუ ეს უკვე ჩემი არჩევანია. მაგრამ როდესაც თამაშ დამოკიდებულებასთან ერთად ვიყავი მოთამაშეს, მე ეს არჩევანი არ გამაჩნდა, მე მეთამაშა თუ არ მეთამაშა, ამის შესახებ არჩევანს ვერ გავაკეთებდი. და მათთვის ვისაც აი ეს წეგან შენ ჩაწერამდე მითხარი ჩვევა არ არისო, მაგრამ აი მაინც რომ აი ამაზე არის დამოკიდებული რა არის აი პირველი კონკრეტული ნაბიჯი, რაც დაეხმარება, რომ აი პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადადგას, რომ დაიწყოს გაჩერება. აღიარება პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ ეს პრობლემა მაქვს. აღიარება მე უკვე ოჯახის წევრებთან, ოღონდ მანდაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, იცი? ზოგჯერ აღიარება ხდება დახმარების мотивაციით. ანუ მე მოვედი, მაგალითად, შენ ხარ ჩემი ოჯახის წევრი, მიშო, მე მოვედი შენთან და გეუბნები, რომ იცი მიშო, აი ესეთი პრობლემა მაქვს და შეიძლება ნიანგის ცრემლების გადმოვყარო და манипуლირებაც მოვახდინო შენზე და ოღონდ ამის უკან დგას არა ჩემი სურვილი, რომ შენთან გულწრფელი ვიყო და გულწრფელი ურთიერთობა შევქმნა, არამედ ის, რომ შენგან მე ფინანსური რესურსი მივიღო, იმიტომ რომ იმდენად კუთხეში ვარ
მიმწყდეული ფინანსურად, რომ ჭირდება სხვა ადამიანის დახმარება და ამ მოტივაციით მოვიდე შენთან აღიარების მიმართულებით და არა იმ მოტივაციით, რომ დახმარება მჭირდება შენთან, უბრალოდ დავიღალე ამ საიდუმლო სტარებით და მინდა შენთან გულწრფელი ურთიერთობა აღვადგინო თუ კი მქონდა ოდესმე და დავიწყო თუ არასდროს არ მქონია. და ეგეთ დროს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს რამდენად დიდი როლი აქვს და რითი შეუძლიათ მათ მისი დახმარება? აი, როგორ შემიძლია რომ რო ხედავ რომ ვიღაც ადამიანი იტანჯება მაგ ყველაფრით. იცი რა არის, ზუსტად მაგას გულისხმობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა ამ შემთხვევაში არის საზოგადოების სტიგმა, რომ დაუშვათ ადამიანებს არ აქვს გააზრებული, რომ ეს ადამიანი განაც სუდია, უბრალოდ ავადარი და დახმარება ჭირდება. დახმარება თუ კი ჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჭირდება მხარდაჭერა. არა დათვური სამსახურის გაწევა, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში სად არის სიკეთე და სად არის დათვური სამსახური. მე მგონია რომ სიკეთეს ვაკეთებ, სინამდვილეში ვაკეთებ ბოროტებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსასაზღვრი საკითხია, იმიტომ რომ სად გადის ზღვარი სიკეთესა და დათვურ სამსახურს შორის, ამის დაჭერა ძალიან ბევრს უჭირს. განსხვავება, ფორმულა ამის ყველაფრის არის ძალიან მარტივი სინამდვილეში. ეს ყველაფერი გადის პასუხისგებლობის საკითხზე. ანუ მე თუ ვეხები შენს პასუხისგებლობას, ამ შემთხვევაში მე შენ დათვურ სამსახურს გიკეთებ. მე თუ შენს პასუხისგებლობას არ ვეხები, უბრალოდ გეხმარები რომ შენ აწიო პასუხისგებლობა, ამ შემთხვევაში ეს არის სიკეთე. მოდი ბიბლიიდან მოვიტყვან მაგალითს, ადამიანი რო იხრჩობა, ღმერთი ასე უბნება, რომ ხელი განძრია გეშველება. არ შეეძლო ჩამოსულიყო, არ შეეძლო გემი გაეგზავნა მისთვის, რა ყველაფერი შეეძლო, მაგრამ მე მგონია რომ ღმერთმა საუკეთესო რამე უთხრა, რაც კი შეეძლო რომ ეთქვა. უთხრა რომ მოდი მე შენ დაგეხმარები სინამდვილეში, რომ შენ შეძლო რომ გადარჩე. და ისეთ სამყაროში, როცა აი ყველგან აი კაზინოს რეკლამებია, თითქმის აი საქართველოში აი რო ნახე, ძალიან დიდი თანხა და მოგებას ეს კომპანიები ტოვებენ, ტოპებში არიან, თითქმის ყველგან არიან YouTube-ზე, სხვადასხვა ბიზნეს სპონსორება თუ რაღაცა, აი ეგენი გამოდიან ხოლმე. აი რანაირად უნდა shake out თავი არ ვიცი, რანაირად უნდა გადაურჩი ამ ყველაფერს. ნახე, ეხლა შენ რადგან ამ თემაზე დაიწყე საუბარი, ალბათ პერსპექტივა მოისპერო, რომ შენი სპონსორი რომელიმე ბეთი იყოს და მადლობა ამისთვის. ეს რა თქმა უნდა, ცოტა სხვა თემაა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ სათამაშო ბიზნესის აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას, რა თქმა უნდა, ისინი ამას აწარმოებენ, იმიტომ რომ ის შედეგის მომცემია. არსებობს გარე ფაქტორები და არსებობს შიდა ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოდი მე ჩემი პერსპექტივით ჩამოვთვლი იმ გარე ფაქტორებს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემას ქმნის და მე გადავალ შიდა ფაქტორებზე. სიღარიბე ვთქვი ასევე დაბალი განათლების დაბალი დონე და ცნობიერების დაბალი ხარისხი. აქვე მესამე ფაქტორი არის ცალსახად აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აკრძალული აქვთ რეკლამა, რაშიც მეც ძალიან დიდი როლი მაქვს მივიღე ამაში, რომ რეკლამა აკრძალულიყო. ინტერნეტ რეკლამა მაინც ჩვეულებრივად არსებობს, იმიტომ რომ ამის აღსრულების საკითხი ძალიან რთულია. შესაბამისად ეს პატარა იგავი რო არის მელია რო ბარტყს გადმჭიტი რომ ბარტყს გადაუგდებს მელიას, აი დაახლოებით ეგ ამბავია, რომ ყველაზე სუსტი რეკლამა დათმოეხა ამ შემთხვევაში სათამაშო ბიზნესმა მას-მედიაში, იმიტომ რომ დღეს ტელევიზია და ზოგადად ტელევიზორი აღარ არის ესეთი აქტუალური, როგორც ადრე იყო და არც ბანერი დაუშვათ. მთავარი რეკლამა დარჩა, ეს არის ინტერნეტ რეკლამა. მეოთხე ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, ეს არის რეგულატორის არარსებობა. ანუ ამ საკითხზე პასუხისგებლობა არის გადანაწილებული ძალიან ბევრ უწყებაზე და მათ არ აქვს ერთიანი პოლიტიკა. წარმოიდგინე მიშო, ეხლა მე და შენ რო თამაშობდეთ ჭადრაკს, შენ 10 სვლას აკეთებდე და მე ერთს, რაც არ უნდა მაგრად ვიცოდე ჭადრაკი, შენ ყოველთვის მომიგებ, იმიტომ რომ უპირატესობა გაქვს 10 სვლიანი. აქაც იგივე ამბავია. ნახე, პრობლემა თამაშდამოკიდებულების გადანაწილებულია ერთდროულად ფინანსთა სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, განათლების სამინისტროზე და ჯანდაცვის სამინისტროზე. ეს 4 სამინისტროა, რომლებმაც უნდა იმსჯელონ ერთიან პოლიტიკაზე და თან გაითვალისწინე, რომ ეს საკითხი მათთვის არის ამავდროულად რიგითი.
იმიტომ რომ სხვა საკითხებიც აწუხებთ, ხო? ანუ შეუძლებელია ამ პირობებში მათ რამე ერთიანი პოლიტიკა მოიფიქრონ და ტოლს სწორად ეჭიდაონ სათამაშო ბიზნესს, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი თავი გადაიჩინოს და 24/7 არის ამაზე ორიენტირებული. ის ყოველთვის წინ იქნება. ამიტომ მაგალითად 2024 წელს მე ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტთან და გავაკეთეთ თემატური მოკვლევა ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც მე მივეცი პარლამენტს განსახილველად იყო ის, რომ უნდა გაკეთებულიყო, კარგი იქნებოდა თუ გაკეთდებოდა მარეგულირებელი ორგანო, რომელიც უკვე პარიტეტულ მდგომარეობაში ჩაუდგებოდა, ასე ვთქვათ, სათამაშო ბიზნესს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პასუხისმგებლობა იქნებოდა თამაშდამოკიდებულების საკითხის მოგვარება და ამავდროულად იქნებოდა მუდმივად ხელი ეჭირებოდა პულსზე და ყველა სათამაშო ბიზნესის ნაბიჯს საკუთარი ნაბიჯით უპასუხებდა. აი ესეთი პოლიტიკა საჭირო და ეს რა თქმა უნდა ჩემი ნოუ-ჰაუ არ არის და ჩემი მოფიქრებული არ არის, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგია ამ პრობლემასთან მუშაობის და ნებისმიერი ესეთი წამყვანი ქვეყნები როგორც არის ბრიტანეთი, ზოგადად დასავლეთ ევროპა და ამერიკა, მან ყველგან არის მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუტი და შესაბამისად იმიტომაც არის ეფექტიანი ეს მუშაობის სტილი. ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, ახლა მაგალითად შარშან ლონდონში ვიყავი კონფერენციაზე, სადაც იკრიბება ხოლმე ყველა ფიგურანტი, ასე ვთქვათ, თამაშდამოკიდებულებაში თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, ასე ვთქვათ რა. და ლონდონში მიუხედავად იმისა და ზოგადად UK-ში, ბრიტანეთში ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბიზნესი გაცილებით უფრო მსუბუქი რეგულაციების ქვეშ არის სახელმწიფოს მხრიდან, სათამაშო თამაშდამოკიდებულების პრობლემა ასე მწვავედ არ დგას როგორც საქართველოში. დაახლოებით 2.5%-ია იქ მოსახლეობის თამაშდამოკიდებული, ჩვენთან 13%. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უფრო შეზღუდულია სათამაშო ბიზნესი ვიდრე ლონდონში, ისა ბრიტანეთში. და საინტერესო. და მეხუთე ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, რეალურად ეს არის უკვე ამ ყველაფრის აღსრულების საკითხი. ანუ კანონები გვაქვს, მაგრამ აღსრულების პრობლემა აქვს ამ კანონს რა. იგივე რეკლამის მიმართულებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მე-6, ეს არის უკვე ხელმისაწვდომობის საკითხი ხა. ყველას ვისაც smartphone-ია ფაქტურად ჯიბეში უდევს კაზინო და ხელმისაწვდომობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია თვალსაზრისით არის. ეს არის გარე ფაქტორები ძირითადი, რაც ქმნის ამ პრობლემას. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ეს უკვე ჩვენ შიგნით უნდა ჩავიხედოთ ადამიანში, ეს არის დაბალი თვითშეფასება, ეს არის ეგო. ეს არის სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და თამაშდამოკიდებული განაავად არის, არამედ არის ცუდი. ის რომ დაუშვათ არ არსებობს კვალიფიციური სერვისების ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხი, ანუ კი არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები, მათ შორის დღე პირველი მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ არ არსებობს ის რომ დაუშვათ ეს იყოს მასობრივი. ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. ბევრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაიფინანსოს საკუთარი გამოჯანმრთელება. თვითონ პროცესიც საკმაოდ ხანგრძლივია, 7-8 თვის განმავლობაში გრძელდება რეაბილიტაცია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯამში ქმნის აი ამ გარემოს, სადაც ჩვენი მოსახლეობის 13% ჩართულია თამაშდამოკიდებულების პრობლემაში. ამას დაამატე კიდე მეორე სინდრომი, მეორე პრობლემა, რომელსაც თანადამოკიდებულება ქვია. საშუალო სტატისტიკის მიხედვით თითო თამაშდამოკიდებულზე მოდის 2-3 თანადამოკიდებული. ეს უზარმაზარი რიცხვია. თუ კი გვყავს ქვეყანაში დაახლოებით 300-დან 400,000-მდე თამაშდამოკიდებული, დაახლოებით მილიონამდე თანადამოკიდებული გვყავს. ანუ ეს არის კატასტროფული მონაცემი. თანადამოკიდებული ეს არის ოჯახის წევრი, რომელიც რეალურად ხელს უწყობს თამაშდამოკიდებულს, რომ ის კიდევ უფრო ღრმა პროცესში შევიდეს. ესენი არიან როგორც წესი ოჯახის წევრები, ძირითადად დედა, მეუღლე, ზოგჯერ და რომლებიც ამ დათურ სამსახურს უწევენ ხოლმე ადამიანებს და რაღაცა უალებს უხდიან, პასუხისმგებლობებისგან ცლიან და საბოლოო ჯამში ეს ორი, ნახე, გოლი რო გადის ფეხბურთში. ეს ხო არ არის მარტო თავდასხმელის დამსახურება. მას ნახევარმცველმა მისცა ის პასი, ხო? აქაც დაახლოებით ეგ ამბავია. თამაშდამოკიდებული რას აფუჭებს, აი ესე ხელის გულზე ჩანს. მაგრამ თანადამოკიდებული რას აკეთებს იმისთვის, რომ ის იმან შექმნას ეს პრობლემები, ეს ცოტა რთული დასანახია.
მით უმეტეს ჩვენთან ოჯახის კულტია, ჩვენთან ნებისმიერი მნიშვნელოვანი სიტყვა დედათი იწყება, დედამიწა არის ეს თუ დედა ბურჯია თუ რა დედა ენაა თუ ასე შემდეგ. დედის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. შესაბამისად ეს ჰიპერმზრუნველი დედები რეალურად თვლიან რომ სიკეთეს აკეთებენ და რეალურად დათურ სამსახურს უწევენ იმ ადამიანებს. ელემენტარულ მაგალითს გეტყვი. ჩვენთან სარეაბილიტაციო ცენტრში როცა რეკავენ, ძირითადად რეკავენ ოჯახის წევრები, რომ აი ჩემ შვილს ან ჩემ მეუღლეს აქვს ეს პრობლემა. განსაკუთრებით როცა დედა რეკავს, მიშო კომუნიკაცია არის ესეთი. ჩემ ბავშვს აქვს თამაშ დამოკიდებულების პრობლემა. ლოგიკურია რომ ჩვენ ვეკითხებით, რამდენი წლის არის თქვენი ბავშვი. იმიტომ რომ ჩემთვის აქმაში ბავშვი არის, რავი, 6 წლის. არ მგონი 6 წლის ბავშვი კაზინოში დადიოდეს, ხო? გამოდის რომ მისი ბავშვი ბჭყალებში არის 38 წლის, რომელსაც ცოლი ყავს, შვილი ყავს და 20 წელია წვერს იპარსავს. შესაბამისად აი ეს მიდგომა რომ ჩემი ბავშვი და არის ლაპარაკი 38 წლის ადამიანზე, ეს ხო არ არის შემთხვევითი. ანუ ის მართლა ასე აღიქვამს მას. რატო აღიქვამს? ნახე, მე ჩემ შვილზე დღეს ვიღებ პასუხისგებლობას ვინაიდან და რადგანაც ის არის არასრულწლოვანი და ის არ არის მზად იმ დიდი ცხოვრებისთვის, რომელსაც ზრდასრულობა ქვია და შესაბამისად მე ვარ იმ პროცესში ჩართული, რომ მასზე მაქვს აღებული პასუხისგებლობები. მაგრამ მე არ მინდა იგივე გავაკეთო, როცა ჩემი შვილი გახდება 25 წლის. და აქ ლაპარაკია 38 წლის ადამიანზე, რომელიც ჯერ კიდევ დედიკოს და მამიკოს ისერზეა და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ არიდონ ყველანაირ პასუხისგებლობას და ამას სიკეთეს ეძახიან. და ისეთ ჩემი ხედვით ეხლა რასაც უყურებ, მე ეგეთ გარემოში ვიყავი და ვფიქრობ, რომ ალბათ სხვაებიც ეგრე არის, რომ ყველგან მაინც საუბარი რომ ეს აზარტული თამაშები ცუდია და რაღაც, მაინც მარტო ეს ფინანსები და ის საკითხებია ხოლმე. შენიაც მაინტერესებს, პირველ ნაბიჯი რა არის, რომ მაინც იწყებენ თამაშს, როცა იცი რა ხსმენია, რომ ცუდია. ნახე, მოდი მაგალითს მოვიყვან. არსებობს მათემატიკური სკოლები, პირობითად ვამბობ და არსებობს კიდე სასულიერო სკოლები. მათემატიკურ სკოლებში ადამიანებს ასწავლიან მათემატიკას. სასულიერო სკოლაში ასწავლიან ადამიანებს მორალს და იმას თუ როგორ უნდა იყო კარგი ადამიანი, ხო? საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ვინც ამთავრებს მათემატიკურ სკოლას, მათ მათემატიკა ყველა მიცის. ლაპარაკობ იმ შემთხვევაზე, როდესაც დიპლომი არ იყიდა. უბრალოდ ესე სამართლიანად დაამთავრა მათემატიკური სკოლა. ზოგიერთი იქიდან გამოდის პროფესორი, ზოგიერთი გამოდის ლექტორი, ზოგიერთმა უბრალოდ კარგად იცის მათემატიკა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასულიერო გიმნაზიას ამთავრებენ ადამიანები? ყველა კარგი ადამიანი რატო არ გამოდის? ყველა კარგი ადამიანი რატო არ გამოდის? ხო, იქ ხო ყველა მიცის მათემატიკა. აქ რატომ არ იცი? აქ ყველა კარგი ადამიანი რატო არ გამოდის? პრობლემა რაში? არ ვიცი. მოდი ვიმსჯელოთ. მათემატიკას როდესაც სწავლობ, მაგრამ შენ მათემატიკას განიცდი. და როგორ განიცდი? შენ მოგეცა მაგალითები, პირობითად მასწავლებელმა მოგეცა მაგალითები სახში, რომელიც უნდა გამოიყვანო და იქ სადღაც ფორმულას ვერ არგებ, სადღაც გამოყავს, სადღაც აი ამ პროცესში ხარ, ამ ამოცანების ამოყვანის. და ამ დროს შენ მათემატიკას განიცდი, გრძნობ მათემატიკას. ეხლა მოდი შევხედოთ სასულიერო გიმნაზიას. მე შენ გეუბნები, რომ მრუშობა არის ცუდი. მე შენ გეუბნები, რომ კაცის მოკლა არის ცუდი. არა კაც თკლა, არა იმრუშო. მე შენ გეუბნები, რომ დაუშვათ მშობლებს პატივი უნდა ცე და ასე შემდეგ. შენ თუ არ გიმრუშია, შენ როდესმე გაიგებ როგორი სიმყრალეა, როცა მრუშობა. შენ თუ კაცი არასდროს არ მოგიკლია, შენ შეგიძლია იგრძნო რას ნიშნავს, როცა კაცს მოკლავ. ვერ გრძნობ და ამიტომ უბრალოდ იცი. მაგრამ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც უნდა. არა, არ ნიშნავს. უბრალოდ ნახე, უბრალოდ ვიცი არასაკმარისია რომ არ გავაკეთო. უნდა გავიაზრო და გააზრება სჭირდება შეგრძნება. მე უნდა ვიგრძნო. მე თუ არ ვიგრძენი, მე უბრალოდ ვიცი. ზოგიერთი თამბაქოს ეწევა, ზოგიერთი წამალს მოიხმარს. ვინმე არის საქართველოში ისეთი, რომელიც იტყვის, რომ ნარკოტიკების მიღება ეს არის ძალიან სასარგებლო.
ან ვინმე იტყვის, რომ თამბაქოს მოწევა ეს არის საოცრად კარგი და რა C ვიტამინი მიგიღია და რა თამბაქო მოგიწევია ეს ერთი და იგივე. ვინმე არის ასეთი. ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ გააზრება არ არის. გააზრება სჭირდება შეგრძნება. ანუ ვიცის პლუს შეგრძნება ეს არის გააზრება. ამიტომ მე თუ არ გავიაზრე, ამ შემთხვევაში მარტო ვიცი არ არის ჩემთვის საკმარისი ბარიერი, რომ ეს არ გავაკეთო. აი, მაგითო თამაშობ. და თუ თავს ანებებენ და რაღაც წლების მერე ისე უბრუნდებიან. მაშინ რეაბილიტაცია არასწორად წავიდა. რა შეცდომები შეიძლება არ იყო კვალიფიციური სპეციალისტი, ვისთანაც გაიარა რეაბილიტაცია. არ მგონია რომ საქართველოში ბევრს ქონდეს საერთოდ რეაბილიტაცია გავლილი ამ მიმართულებით. უბრალოდ ჩვენთან ესეა, რომ მე წავედი ეკლესიაში, ხატზე დავიფიცე, რომ ამას არ ვიზავ, მამას შევპირდი, დედას მამას შევპირდი და მეც აღარ ვიზავ და ეგ იგივეა, რომ მაგალითის ვამბობ, ჩრდილოეთ კორეაში რაც მოხდა. COVID-ი რო აგრძალეს. ჩვენთან არ არის, აუგზალეთო COVID-ი. ანუ ეგრე ხო არ ხდება სინამდვილეში. ანუ როცა რაღაც გჭირს, უნდა იმკურნალო. ფეხი რომ მოტყდება ადამიანს ეკლესიაში ხო არ მიდის იმის სამკურნალოდ, მიდის ჰოსპიტალში. სადაც შესაბამისი სპეციალისტი მას გიფსში ჩაუსვავს ამ თაბაშირში ჩაუსვავს ამ ფეხს, რომელიც არის დაზიანებული. მამაო ხო არ გააკეთებს ამას. მამაო არის იმისთვის, რომ შენში სულიერება განვითარდეს და მორალი განვითარდეს და დაუშვათ რელიგიურ საწყისებს ეზიარო. მამაო არ არის მედიცინის მუშაკი. მამაო არ არის ადიქტოლოგი, რომელიც შენ გჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ოჯახის წევრები ვერ დაგეხმარებიან ამ ამბავში. იმიტომ რომ მე ვარ ადიქტოლოგი მაგალითად. მე ვმუშაობ თამაშ დამოკიდებულებთან და თანადამოკიდებულებთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ჩემ ოჯახის წევრთან ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ მასთან მაქვს მე უკვე სუბიექტური დამოკიდებულება. მე ვერ ვიქნები ჩემ ოჯახის წევრთან ობიექტური და მე მჭირდება ამ პროფესიაში რომ ვიყო ობიექტური. ამიტომ უბრუნდებიან მარტო იმიტომ რომ დიეტაზე იჯნენ ან რეაბილიტაციამ წარუმატებლად ჩაიარა. აი, ეს არის მიზეზი. და ის მუშაობს აი მაგალითად აი დღეს ბოლოჯერ ვიზამ და მორჩა. ხო, რა განსხვავებაა ეხლა მაგასა და ხატზე დაფიცებას შორის? იგივეა, მე ვთქვი და კაცის სიტყვა ის არის რა ქვია. სიტყვა კანონია, ხო, ეგრე არ არის. რა დროს ჭირდება ხოლმე განკურნებას მაგ მიმართულებით? ჩემ პრაქტიკიდან 7-8 თვე ჭირდება საშუალოდ. და საერთოდ სურვილიც გაქრეს. სურვილი ძალიან მალე გაქრება. სურვილი დაახლოებით პირველივე თვეში ქრება. მაგრამ ნახე როგორი რაღაც არის, მანქანებში რამდენად ერკვევი. ასე თუ ისე. ხო. აი, წარმოიდგინე მანქანა მიყავს პროფილაქტიკაში, რომელსაც აქ ქართულად არ ვიცი ამას რა ქვია, პერებოი. ხო, პერებოი. ხო, არ ვიცი მაგას რა ქვია, მანქანა რო კანკალებს. პერებოი იცის უმეტესობა. ხო, არ ვიცი ქართულად რა არის ამის შესატყვისი. და მანქანას ჭირს ეს, მოკლედ ეს კანკალი. ხელოსანი რას აკეთებს ამ დროს? დიაგნოსტიკას გაუკეთებს და გეტყვის რომ რაღაც მიზეზია ამისი, ხო? ან სანთლებია შესაძლებელი, რაღაცა დაზიანებული, ან ბაბინა, ან რაღაცა მსგავს. მანქანაში მეც ძალიან კარგად ვერ ვარკვევი, მაგრამ ეს რაღაც საბაზისო სახელები ხელოსნებისგან ვიცი. ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის, რომ ის ცვეთადი ნაწილები შევცვალოთ, რამაც გამოიწვია ეს ეგრეთ წოდებული პერებოი, რომ მანქანა მერე სამომავლოდ იაროს გამართულ მდგომარეობაში. თამაშდამოკიდებულება ამ შემთხვევაში არის პერებოი. ანუ თამაშდამოკიდებულების უკან იმალება მთელი მიზეზების თაიგული. რაღაც მიზეზებია. ანუ იმისთვის რომ ამ მიზეზებზე დაიწყოს მუშაობა სპეციალისტმა, ჯერ დავიწყოთ აღმოჩენა და მერე ამის მოგვარება, საჭირო არის თამაში უბრალოდ ჩავაქროთ, ცოტა ხნით. თამაშის ჩაქრობიდან შემდეგი ეტაპი არის ამ მიზეზების აღმოჩენა. მერე არის ამ მიზეზების მოგვარება და მერე უკვე ადამიანს ეგრეთ წოდებული პერებოი, ანუ თამაშდამოკიდებულება აღარ აქვს. თორემ მე ეფექტს იმისას, რომ თამაში არ უნდოდეს ადამიანს, გარანტირებულად ერთ თვეში მივიღებთ ამ ეს ნიშნავს უბრალოდ რომ მანქანა ჩავაქრე. უბრალოდ იმიტომ რომ მოვძებნო ის დაზიანებული დეტალები, რომელიც ამ მანქანას აქვს
დაზიანებული გამოცვალ და მანქანამ გამართულად იაროს. ისე ხშირად აი ეგ დეტალები რა არის ხოლმე ადამიანში? დაბალი თვითშეფასება, ბავშვობის ტრავმები. ნახე, ბავშვობის ტრავმებიც არასწორად არის ზოგჯერ აღქმული რა. ბავშვობის ტრავმებს მაინც და მაინც უკავშირებენ რაღაც დრამატულ მოვლენებს, რომ იქ ვიღაცა მოსაკლავად მომზდევდა, ან რაღაცა იქ ოჯახში ძალადობა იყო, ვიღაცას ცემდა. მარტო ეს არ არის ბავშვობის ტრავმა. ბავშვების ტრავმა არის ნებისმიერი ბავშვის შეგრძნება, როდესაც ის თავს გრძნობდა მარტოდ, მიტოვებულად. ეს არის ბავშვობის ტრავმა. შენც რომ დაფიქრდე, შენი ნებისმიერი განცდა ბავშვობაში მიღებული, როდესაც შენ მარტოდ იგრძენი თავი, ეს არის ის, რამაც შენ ცხოვრებას დაღი დაასვა, ხმამალიდან თქვა, უბრალოდ რაღაც გავლენა მოახდინა შენს პიროვნების ჩამოყალიბებას. და ეს ობიექტურად რო ვიმსჯელოთ, შეიძლება საერთოდ არ იყო ისეთი დრამატული, როგორც შენ აღიქვი მაშინ. შესაბამისად, ნებისმიერი მარტოობა და ნებისმიერი მიტოვებულად შეგრძნება ბავშვობაში ეს ჩვენზე ახდენს ზეგავლენას და ეს მერე ჩათვალე არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც დიდობაში სადღაც აუცილებლად იჩენს თავს. ეს იქნება ურთიერთობა, ეს იქნება დამოკიდებულება, ეს იქნება ეგოცენტრულობა თუ რა, მაგრამ რაღაცაში აისახება და დაკონვერტირდება ეს პრობლემები. მე გამიგია რომ ჩვევების ნაწილზე, როდესაც რაღაც ჩვევას გააქროფო, ჩვევის გაქრობა შეუძლებელია, უნდა ჩაანაცვლო რაღაც ცითო. არ ვეთანხმები. ამ შემთხვევაში, აბა, არ ვეთანხმები. ნახე, ეს არის გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მე ვთამაშობ რაღაც კონკრეტული დეფიციტის შესავსებად და ვერ ვიპოვე ეს დეფიციტი და მოდი თამაშის მაგრად ვითევზავებ პირობითად. არა, ვინადირებ. თუმცა არც ეგ არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ მე იმ დოპამინს, რომელსაც მაძლევს თამაში, ვერც ერთი ნადირობა და ვერც ერთი თევზაობა და ვერც ერთი PlayStation-ი ვერ ჩამინაცვლებს. არ არსებობს. შესაბამისად, მთავარი არის ვიპოვე ის დეფიციტი, რასაც ვავსებ თამაშით. მე თუ დეფიციტი ვიპოვე, მე იმ დეფიციტს შევავსებ ბუნებრივი პროცესით და მე უკვე თამაშის დამოკიდებულება ჩემი პრობლემა აღარ არის, იმიტომ რომ თამაში აღარ მეჭირდება. ბუნებრივი პროცესი რა არის მაგალითად? ნახე, გააჩნია დეფიციტს რა არის ის საბოლოო ჯამში, რის გამოც ვთამაშობ. ანუ ეს არის გაქცევა ყველა შემთხვევაში. რაღაც არ მომწონს ჩემს ცხოვრებაში და მე აქედან უნდა წავიდე. წავიდე სად? ზოგიერთი მიდის ნარკოტიკებში, ზოგიერთი მიდის ალკოჰოლში, ზოგიერთი მიდის გემბლინგის სამყაროში. ნებისმიერ შემთხვევაში სხვა სამყაროში უნდა გადავიდე, იმიტომ რომ არ მყოფნის შესაბამისი პასუხისგებლობა და ნებისმიერ დამოკიდებულს პასუხისგებლობის პრობლემა აქვს, ეს ცალსახაა. პასუხისგებლობა არ მყოფნის, რომ ის, რაც არ მომწონს ჩემს ცხოვრებაში შევცვალო, ამიტომ გავრბივარ. ნახე, ჩვენი ტვინით შედგება 3 უბნისგან, ასე ვთქვათ, ესეთ ფორმულირებას მივცემდი რა. ყველაზე უძველესი, ეს არის პირველყოფილი ტვინი, მოდი ტერმინებით არ დავული არც მაყურებელს და არც შენ, რომელიც პასუხისგებელი არის პირველად რეაქციაზე. აი მაგალითად, პირველყოფილ ადამიანს რაღაცა ცხოველი რომ მოძდევდა, ან გარბოდა, ან იმალებოდა, ან აგრესიული ხდებოდა, რომ ანუ სხვა შანსი თუ არ გაქვს, მოდი გავიბრძოლებ მაინც. აი ეს არის პირველი ჩვენი ტვინი, ასე ვთქვათ, პირველყოფილი ტვინი და ეს ქცევა დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ლომი აღარ მოგვძდევს, მაგრამ როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში ვარდებით, ან დაუგეგმავ მდგომარეობაში ვარდებით, ან გავრბივართ ამ მდგომარეობიდან, ან ვიმალებით, ან აგრესიულები ვხდებით. მეორე ტვინი, რომელიც განვითარდა, ამიგდალას ეძახიან, მაგრამ ამიგდალა რეალურად ამ ტვინის უბრალოდ რაღაც ერთი უბანია, ეს არის ემოციაზე პასუხისგებელი ნაწილი ჩვენი ტვინის, რომელიც სიყვარულზე, შეგრძნებებზე და ასე შემდეგ არის პასუხისგებელი. და მესამე, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ტვინია ჩვენი, ეს არის პრეფრონტალური ტვინი, რომელიც რაციონალურ ნაწილზე არის პასუხისგებელი და ყველაზე ნაკლებად ის არის გავარჯიშებული ჩვენს ტვინებს შორის, ასე ვთქვათ რა, მარტივ ენაზე რო ვილაპარაკო. შესაბამისად, პრეფრონტალური ტვინის გავარჯიშებაც გულისხმობს გამოჯამრთელების პროცესს, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ის პრობლემები, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობს, არ უნდა გავიქცე, აი ეს პირველმა ტვინმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გავიქცე. შესაბამისად, მჭირდება მეორე და მესამე ტვინის ამუშავება, ეგრეთ წოდებული ამიგდალას და პრეფრონტალური ტვინის, რომელიც მე მაძლევს აქ ყოფნის შესაძლებლობას და ავიღო პასუხისგებლობა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არის და მოვაგვარ. ამ შემთხვევაში გაქცევა აღარ დამჭირდება. და როდესაც თავს ანებებ,
მაგ სიტუაციაში როგორი მიდგომა არის, всё, მე დღეს ვიღებ გადაწყვეტილებას და აღარ ვეკარები, თუ ნელ-ნელა მიდის ეგ პროცესი. მაგალითად, ყოველდღიურობაში თუ იყო ამცი. ნახეთ, ჩემ პრაქტიკაში, რომელიც 8 წლიანია, მე არ მქონია ისეთი кейსი, რომელიც დავუშვათ ესე ეტაპობრივად მომხდარ იყო ამის გადაგდება, რომ აი დღეს 3ჯერ ვითამაშებ, ხვალ 2ჯერ და მე ერთხელ და მე უბრალოდ ჩემ მეგობარი ითამაშოს, მე უყურებ. არა, ესე არ არის. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩემთან მოდის უკვე გააზრებული ადამიანი იმ გააზრებით ვამბობ, რომ აღარ უნდა თამაში და ამ შემთხვევაში მე ვეხმარები, რომ არ უნდა თან მიიღოს ის რეზულტატი, რომ გამოუვიდეს კიდევაც მისი სურვილი. და მივიდეს იმ წერტილამდე, რომ თამაში მართლა აღარ უნდოდეს და რა თავს იტყუებდეს და დიეტაზე იჯდეს. ამ პროცესში ის რა თქმა უნდა პიროვნულ ზრდასაც განიცდის. იმიტომ რომ იაზრებს ძალიან ბევრ რამეს და რეალურად პიროვნული ზრდა იწევს იმასაც, რომ აი ის ტვინის უბნებიც ვითარდება და ის პრობლემები, რომელსაც გაურბოდა თამაშის სახით, იმ პრობლემებს ეხება, აგვარებს და საბოლოო ჯამში გასაქცევი აღარსა და აღარა აქვს, იმიტომ რომ ის ცხოვრება, რომელიც მიიღო, მოსწონს. თუ გასაქცევი აღარ აქვს, ამიტომ აღარ უნდა მას თამაში და არა იმიტომ რომ მე შევაძულე. მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მაგ დღეს თამაშთან მიმართებაში ნეიტრალური დამოკიდებულება. მე არც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და არც პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ჯანსაღი და სწორი. აი ელემენტარული მაგალითი რომ გავიაზროთ. მაგალითად მიშო შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ გოგოებთან გაპრანჭვა გიყვარს. და რომელ გოგოს თან უფრო გამოგივიდო და ურთიერთობის ჩამოყალიბება. გოგო რომელიც გეუბნება რომ შენ ხარ საუკეთესო, გოგო რომელიც გლანძღავს თუ გოგო რომელიც აბსოლუტურად ინდიფერენტულია შენ მიმართ. პირველ ადგილზე ალბათ ის რომლებიც გაქებენ და გადიდებენ. მეორეზე ის უფრო გამოგივა, იმასთან უფრო გამოგივა ურთიერთობა, რომელიც აბსოლუტურად ინდიფერენტულია შენ მიმართ თუ რომელიც მართალია ცუდ, მაგრამ დამოკიდებულებაშია შენთან. დამოკიდებულებაში. ხო, ანუ მან თქო რაღაც დამოკიდებულებას გამოხატავს შენ მიმართ, რომ ნეგატიურია მართალია, ნუ აი რავი, გლანძღავს თუ გაკრიტიკებს თუ რასაჩვევა, მაგრამ აქვს დამოკიდებულება და მეორე არის რა თქმა უნდა, იმისთვის შენ არ არსებობ. აბსოლუტურად ნეიტრალურად. საინტერესო რაღაცა თქვი. ეს არ მიფიქრია. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ ადამიანისთვის, ვისაც შენ არ არსებობ, სანამ ინტერესს არ გააჩენ, არ ვიცი რა უნდა გააკეთო, რომ ინტერესი გააჩინო, ეხლა ეს უკვე იმ ინდივიდზეა დამოკიდებული და შენზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური დამოკიდებულება როცა აქვს შენ მიმართ გოგოს, მის მიმართ მასთან უფრო მეტი შანსი გაქვს, ვიდრე იმ გოგოსთან, რომელსაც შენ მიმართ აქვს აბსოლუტურად ინდიფერენტული დამოკიდებულება. და აი შენი ამდენი ხნის გამოცდილება რო შეაჯამო, შენი აზრით რა არის ის მთავარი თვისება ან რა დაგეხმარა მოკლედ აი მთავარი გასაღები შენი აზრით აი ამ ნეიტრალურობის ჩამოყალიბებაში? აი აქამდე მივედი, ეს რეზულტატია. ეს რეალურად რეზულტატია იმ გამოჯამრთელების და იმ პროცესის, რომელიც მე გავიარე ოღონდ არა კლასიკურად. კლასიკურად ესეა, რომ მიდიან სარეაბილიტაციო ცენტრში და იწყება ეს პროცესი 7-8 თვიანი. მე თვითონ გავაკეთე სარეაბილიტაციო ცენტრი, მე თვითონ შევქმენი სხვა პროფესიონალებთან ერთად ეს სარეაბილიტაციო პროცესი და რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ, ეს არის რეალურად მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიების ნაზავი და ადაპტირებული ქართულ რეალობაზე. ეს არის CBT, ეგრეთ წოდებული კოგნიტურ-ბიჰევიური თერაპია, რომელიც ადიქციის მიმართულებით არის წამყვანი. და შესაბამისად, აი ამ პროცესმა, ანუ ჩემ თავზე დავტესტე რა პრინციპში რა და დადგა ეს შედეგი. და როდესაც ადამიანი თავს ანებებს, მის ემოციებში რა ხდება პირველ დღეებში, პირველ თვეს? საინტერესო კითხვა. ხდება ეს, რომ მისი ცხოვრება მისთვის უინტერესო ხდება. და რატო? მანდაც ერთი ძალიან დიდი ილუზია, ძალიან ბევრი ამაში ალბათ ვერც ერკვევა, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ ვერ ვარქმევთ ჩვენს შეგრძნებებს სწორ სახელებს. მაგალითად, მოდი მე შენ გკითხავ. საქართველოს ნაკრები, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა 2024 წელს, აი კონკრეტულად ის წამი გაიხსენე, როგორი იყავი, როდესაც კვეკეს ვერ ვიძახი ამ გვარს.
პენალი კვესკირმა პენალტი გაუტანა საბერძნეთს და შენ მიხვდი რომ საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. რა იყო ეს? ძალიან რთულია ემოციებისთვის სახელების დარქმევა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე რთული რამე არის. აი მე იქ ვიყავი მაგ დღეს რა თან დაბადების დღე მქონდა მაგ ღამეს მე უკვე რო ის იყო და აი შოკში ვიყავი რთული იყო დამეჯერებინა ეს მართლა მოხდა ეს უკვე რეალობა და ალბათ ბედნიერი რა ბედნიერი არ იქნებოდი იცი იმიტომ რომ ბედნიერება ბევრად მშვიდი მდგომარეობა ეგ იყო ეიფორია შენ სავარაუდოდ ვერ აკონტროლებდი შენ ქმედებას, რაუჩი ხელს იქნევდი, ფეხს იქნევდი, ყვიროდით, შეიძლება ცრემლი მოგდიოდა, ანუ შეიძლება არც გახსოვდეს რა საკეთებდი. ეს არის ეიფორია. ბედნიერება დგება ეიფორიის შემდეგ. ანუ ეს არის ბევრად მშვიდი და ბევრად ხანგრძლივი დრო. ეიფორია არის რაღაც წამები, მაქსიმუმ წუთი. ბედნიერება ეს არის ბევრად დიდი პერიოდზე გათვლილი ემოცია. შესაბამისად, როდესაც მე ვერ ვერკვევი ეიფორია რა არის და ბედნიერება რა არის. მე მგონია, რადგან ეიფორიები მომშორდა, აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, რომ განა რამდენჯერ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები. განა რა უნდა ხდებოდეს ისეთი ჩემს ცხოვრებაში, რომ მუდმივ ეიფორიაში ვიმყოფებოდე, ხო? ანუ თიძე ჩამოსათვლელი მოვლენებია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ჩვენში ეიფორიას იწვევს. რა ვიცი, შვილის დაბადება შეიძლება იყოს ეს, რა ვიცი, ოჯახის შექმნა. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე, ამ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა თუ კი გულშემატკივარი ხარ ფეხბურთის და არ არის ბევრი მიზეზი ეიფორიის. როდესაც თამაშობ ეიფორია გაქვს სულ. იმიტომ რომ ის რაღაცა ემოციური საქანელა, რომელსაც ჩვენ თამაში გვთავაზობს. შენ რაღაცა შეიძლება ძალიან დიდი ფსონით დაიწყე თამაში, მერე ჩამოხვედი ძალიან ცოტა დაგჭა, მერე ამ ცოტამ რაღაცა გაისროლა და ისევ ზევით ავარდი, აი ასე დარბი ხარ ზევით ხვევი და სულ ხარ ეიფორიულ მდგომარეობაში. ეს ეიფორია აღარ არის. რეალურად უბრალოდ ვერ ხედავ, მაგრამ ბედნიერი ხარ. და შენ თვლი, რომ შენი ცხოვრება არ არის ბედნიერებით სავსე. იმიტომ რომ შენ უბრალოდ შეგეშალა და შენ ეიფორიას დაუძახე თავის დროზე ბედნიერება და ეიფორია მართლა აღარ არის. მაგრამ შენ ფიქრობ, რომ ბედნიერება აღარ არის. იმიტომ რომ შენთვის ბედნიერება იყო ეიფორია. არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვეცი ეს ყველაფერი. მაგრამ ეიფორიის და ბედნიერების ერთმანეთში არევა საბოლოო ჯამში ამას იწვევს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბედნიერება აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, რეალურად ბედნიერება არის, მაგრამ ეიფორია აღარ არის. ეხლა მაგალითად ვინც ამ ეპიზოდს უყურებს რა და უცებ გაიფიქრე რომ მე სრულად ვაკონტროლებ ჩემს თავს თამაშისას და მაგალითად აი გამოყოფილი მაქვს ამდენი თანხა და ამაზე მეც არ ვეხები. ეგ პრობლემამდე მიიყვანს მაინც. იცი რა არის, შეიძლება მიიყვანოს, შეიძლება არა. ამას ვერ გაიგებ. მე მყავს მეგობრები, რომლებიც როგორ გითხრა, აი ჯერ კიდევ კაპიროვკიანი ტოტალიზატორის ბილეთი რო იყო, მაშინაც 5 ლარს დებდა და დღესაც 5 ლარს დებს. ანუ მასთან თამაშ დამოკიდებულება არ ვითარდება. მაგრამ ეს არის ზოგის შემთხვევაში. მე მაგალითად ჩემს თამაშზე პასუხს ვერ ვიღებ. პასუხისგებლობას ვერ ვიღებ. მე რეებს ჩავიდენ ჩემი თამაშის პროცესში. ამაზე პასუხისგებლობას ვერ ვიღებ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ვთამაშობ, არის ეს. იმიტომ რომ მე პასუხისგებლობას ვერ ვიღებ ჩემს თამაშზე. როგორ დავაიდენტიფიცირო საით მივდივარ? იცი რა არის, არ უნდა მოატყუო საკუთარ თავს. დატესტე რა, ანუ შეხედე, თუ კი შენ წაგების მერე რა ემოციები გაქვს, შენ თუ იმის ცელობა გაქვს, რომ ეხა ის წაგებული უკან ამოიღო, ესე იგი უკვე პრობლემა ჰორიზონტზე ჩანს. თუ კი შენ მაგალითად ღამეები შეიძლება გაათენო თამაშთან, თუნდაც პატარა ფსონით, ეს იმას ნიშნავს, რომ აზარტმა უკვე შეაღწია შენთან და გარკვეულწილად მიგაქანებს თამაშ დამოკიდებულებისკენ. ანუ თავარი არის რომ თავს არ მოატყუოს ადამიანმა და არ უთხრას რომ იცი რა მე ნებისმიერ მომენტში შემიძლია გავაკონტროლო ეს პროცესი. დამოკიდებულება ჩვენზე მეტია. დამოკიდებულებისთვის არ აქვს მნიშვნელობა გუგა თამაშობს მიშო თუ ვინმე სხვა. ის ყველასთან ერთნაირად ძლიერია და ყველა ადამიანზე მეტია.
შესაბამისად, როცა ხედავ, რომ რინგზე არის შენი მოწინააღმდეგე დამოკიდებულების სახით, რომელმაც მილიონჯერ რომ ესპარინგო მილიონჯერვე მაგრად გცემს. ამ შემთხვევაში ჯობია რომ რინგზე საერთოდ არ ახვიდე. იმიტომ რომ იქ თუ ახვალ, მაშინ გაიტყიბები. მოგერება. და ყველაზე ხშირად აი რა არის ის გადამწყვეტი მომენტი ხოლმე, რის გამოც ანებებენ თავისით თავს. მე არ მჯერა მაგის, რომ სრულად და სწორად შეგიძლია შენ საკუთარ გამოჯამრთელებაზე იზრუნო და მოუკიდებლად. მე ზოგადად იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანმა უნდა მიმართო სპეციალისტს, იმიტომ რომ თვითმკურნალობა ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს ეს ეხება საკითხის ფსიქიკას. ამ უღრან ტყეში შენ კომპასის გარეშე დადიხარ და გაქვს იმის ილუზია, რომ ამ ტყიდან გამოხვალ, ვერ გამოხვალ. ანუ შეიძლება რემისია მიიღო და რაღაც პერიოდი უბრალოდ არ ითამაშო ისევ და ისევ დიეტის ხარჯზე და ნებისყოფის ხარჯზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებული, ანუ შენ მაინც უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრებით და შეიძლება არ ითამაშო, მაგრამ სხვა დამოკიდებულების ობიექტი ნახო. ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ თავი დაანება და დაიწყო სმა. რატო დაიწყო სმა? იმიტომ რომ ის ცხოვრება მაინც არ მოწონს. ანუ ეს ცხოვრება იყო ის, საიდანაც გარბოდა თამაშისკენ, ეხლა მიხვდა რომ თამაში ძალიან ძვირია, მოდი ახლა ალკოჰოლში წავალ. და შეხო თავიდან მითხარი რომ შენით შეძელი თავიდან. მე ჩემით არ შევძელი, მე შევძელი ამ მუშაობის პროცესში, როდესაც ჩემთან ერთად იყვნენ სხვა სპეციალისტები, რომლებთანაც ერთად ამ პროცესში ყოფნის დროს ფაქტიურად ერთ-ერთი სატესტო თაგვი მე ვიყავი. აი რუკასავით რომ მაგალითად დავხატოთ, რომ აი იცი საერთოდ ჯერ მანამდე რას მინდა შევხვდე, ადამიანები ხშირად არიან დამოკიდებულები, მაგრამ აი ხვდებიან რომ პრობლემაა, ბევრი ფული მეხარჯება მაგ ყველაფერში, მაგრამ აი ემოციურად ვერ უგრძნობ რატომ უნდა დავანებო თავი. მატერიალურად ხვდები, მაგრამ ემოციურად ვერა. ხო, ანუ მოდი დავიწყოთ ესეთი ლაპარაკი. მიშო არსებობს სულ ორი მოთხოვნილება. ერთი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, მეორე არის სულიერი მოთხოვნილება. მოდი ჩამოვთვალოთ რა რომელია. მაგალითად, კვება ეს არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. სექსი ეს არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. მაგალითად, თვითრეალიზებულობის მოთხოვნილება ეს არის სულიერი მოთხოვნილება. რატო გაქვს ეს პოდკასტი? იმიტომ რომ შენს სულიერ მოთხოვნილებას ემსახურება ამის კეთება, ხო ესეა. ამაში ხედავ საკუთარ თავს და ეს პოდკასტი ისეთია, როგორიც გინდა რომ იყოს, ხო? მინიმუმ ისეთია. შეიძლება უკეთესათაც გინდა რომ ეს ყველაფერი იყოს, მაგრამ ესეც შენთვის მისაღებია და ფიქრობ ამის განვითარებაზე. მაგალითად, ადამიანზე ზრუნვის სურვილი, ვინც გვიყვარს იმის მიმართ, ხომ ზრუნვის სურვილი გვაქვს? რატო? ეს არის შენი სულიერი მოთხოვნილება, იმიტომ რომ როცა გიყვარს, გინდა რომ მასზე იზრუნო. მაგალითად, სიყვარული თავად ეს არის შენი სულიერი მოთხოვნილება. თამაში რომელია? რაღაცის დაკმაყოფილება. არც ერთი. არც ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ არის და არც სულიერი. ის რომელიმე მოთხოვნილება იყოს, მის გარეშე ცხოვრება იქნებოდა შეუძლებელი. რა ვთქვი იმ ადამიანის ცხოვრება, სადაც სიყვარული არ არის, რა ვთქვი იმ ადამიანის ცხოვრება, სადაც რეალიზებულობა არ არის და სადაც, რა ვიცი, კვება არ არის და ძილი არ არის და დასვენება არ არის. ეს არის წარმოუდგენელი. ხო, მაგათ შორის არც ერთი. ანუ თამაშის გარეშე ცხოვრება, მე პირადად გეუბნები, თამაშის გარეშე ვცხოვრობ და ვარ ბედნიერი. ანუ შესაძლებელია, ხო? იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ის არც ფიზიოლოგიური და არც სულიერი მოთხოვნილება არ არის, მაგრამ ყალიბდება მოთხოვნილებად. რა ხდება აქ? ხდება ის, რომ თამაში არის იმპულსი. ეს არის რეალურად იმპულსი და არა ჩვენი სურვილი, რომ ვითამაშოთ. როდესაც ვამბობ, რომ მე თამაში მინდა, სინამდვილეში ვიტყუები, უბრალოდ არასწორ ამას ვიძახი. იმიტომ ვიძახი არასწორ ამას, რომ მე თამაში განა მინდა. ეს არის ჩემი იმპულსი. იმპულსი საიდან მოვიდა? ტრიგერიდან. ტრიგერი რა არის? ტრიგერი არის ის მამოძრავებელი ძალა და ის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც თამაში მომინდა. აი მაგალითად ძალიან ბევრი მოთამაშე არ ვიცი ხშირება ზოგმა ნახოს ეს ვიდეო, დამერწმუნება. რომ მაგალითად ფინანსური პრობლემები
ეს არის ტრიგერი. იმ გაგებით ვამბობ, რომ ფინანსური პრობლემები როგორც კი აწვება მოთამაშეს, იქ ვიღაცასთან ფული აქვს გადასახდელი ან ბანკის ვალი აქვს ან რამე მსგავსი, მაშინვე უჩდება თამაშის ეგრეთ წოდებული სურვილი, სინამდვილეში ეს არის იმპულსი. და იმპულსი მერე პირდაპირ კონვერტირდება ქცევაში. იმიტომ რომ იმპულსსა და ქცევას შორის არ არის არანაირი სივრცე. რეაბილიტაცია რა შვება ამ თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით აკეთებს იმას, რომ იმპულსსა და ქცევას შორის აჩენს სივრცეს. და იმპულსის კონტროლი ერთადერთი თუ რამით შეიძლება ეს არის რაციონალური ფიქრი. აი ის პრეფრონტალური ტვინი რო ახსენე, აი იქიდან ხდება ამის კონტროლი. როგორ ხდება ამის კონტროლი? როცა რაციონალურად ვაფასებ, დავიწყებ ორი ტიპის ფიქრს. ნებისმიერი ფიქრი არ შველის. შველის სწორი ფიქრი. რომელია სწორი ფიქრი? პირველი, ეს არის რა ტრიგერმა იმუშავა, რომ ჩემთან იმპულსი გაჩნდა, იმიტომ რომ მე თამაში არ შეიძლება მინდოდეს, იმიტომ რომ ის არ არის არც ჩემი სულიერი და არც ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. რაღაცის გამო მინდა თამაში და ის რა არის, რაც მამოძრავებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს კონფლიქტი ოჯახში, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ვიღაცა სტრიმერების ყურება, ეს შეიძლება იყოს რეკლამა, ეს შეიძლება იყოს ვიღაც მეგობარმა რო თქვა, რომ გუშინ დიდი ფული მოიგო და ასე შემდეგ. ყველა ტრიგერი ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის. მერე შემდეგი ფიქრი არის რა? რო ვითამაშო მერე რა ხდება? ან ხო ორი სცენარი არის რეალურად, ან მოიგებ, ან წააგებ. თუ მოიგებ რა ხდება და თუ წააგებ რა ხდება? თუ მოვიგებ, თუ თავს მოვატყუებ, მე თუ თამაშ დამოკიდებული ვარ, რა თქმა უნდა, თავს თუ მოვიტყუებ, რომ მე ამ მოგებულ ფულს ასე ვთქვათ, შევირგებ, მან ვიტყუები, ვერ შევირგებ. იმიტომ რომ მოგების შემდეგ თამაში გრძელდება რეალურად მაინც წაგებამდე. და თუ წავაგე, მან რა ხდება? ისევ ახალი ფული უნდა მოვიძიო საიდანღაც ვიღაცას გამოვართვა, იმიტომ რომ წაგებული დავიბრუნო. ანუ საბოლოო ჯამში როგორც ყველა გზა რომში მიდი, საბოლოო ჯამში აქაც თამაშის მე მოვიგებ თუ წავაგებ, მაინც საბოლოო ჯამში წაგებამდე მივდივარ. ოღონდ ეს ამაში არ უნდა მოვატყუო საკუთარ თავს, ეს რეალურად არის ჩემივე გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბარი, ანუ ყველა მოთამაშე რომელსაც რაღაცა დონის გამოცდილება აქვს, დააკვირდა საკუთარ თავს, ხო, მოიგო და რა მერე შეირგო ის ფული, მაქსიმუმ მოახმარა იმ ვალების გასტონებას, რომელიც ისევ თამაშით გაუჩნდა, ხო? ანუ საბოლოო ჯამში მილიონობით ლარმა შეიძლება გაიაროს შენ ხელში, მაგრამ ერთი ჯინსი ვერ იყიდო. საბოლოო ჯამში რომელ შერგებაზეა ლაპარაკი. და თუ წაგებაა, ყველამ ძალიან კარგად იცის რა ხდება წაგების მერე, მე ეს არის საშინელი სინანული, ისე დამედო, ესე დამედო, რა მინდო და რას ვთამაშობდი და მერე ახალი აი ამ რეალობასთან მაქვს სინანული აქ მტკივა, როცა აწმყოში ვარ, ამიტომ უნდა გავიქცე მომავალში. მომავალი ისეთი იქნება, როგორც მე მინდა და იქ დავიწყებ ფანტაზიორობას, რომ ეხა აი ეს კომბინაციას რო დახატავს, იმას ვიზავ, ამას ვიზავ, ისევ ფულს ვსესხულობ, ფულს შოულობ, ან დანაზოგი მაქვს, ან რაღაც მსგავს, ეხა დანაზოგი ნაკლებად რომ მოთამაშეს კონდეს სიტყვაზე. და საბოლოო ჯამში მე აი ამ რწმენით ისე უბრუნდები თამაშს იმ ფანტაზიის ქვეშ, რაც მე თვითონ მოვიფიქრე, როგორიც იქნება ჩემი მომავალი და მე იგივე წრეზე მივდივარ. მე ვხვდები, რომ რო არ მეთამაშა, ანუ ნახე, მეორე თამაში წაგების მერე, როგორია, იცი? ეხა რო არ ვითამაშო, არ გამოვა. იმიტომ რომ ისეთი პრობლემების წინაშე ვდგავარ, რომ არ გამოვა, უნდა ვითამაშო, რა აუცილებელია რომ ვითამაშო. მე როცა მეორეთას წააგებს, ხვდება, რომ აი, იცი შეიძლებოდა რომ არ მეთამაშა და მაინც გამომძვრალიყავი, მაგრამ აი ეხლა მეორე წაგების მერე გამორიცხულია როგორ არ ვითამაშო. მერე მესამეს რო წაგებს, ანუ აი იქ კიდე რაღაცის დალაგება შეიძლებოდა და აი ეხლა და მორიგჯერ უფრო და უფრო ატყუებს საკუთარ თავს. ერთი და იგივე რაღაცებს იძახის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ ჯერზე. აი ესეთი წარმოიდგინე ესეთ უღრან ტყეშია მისი ფსიქიკა და ვიღაცებს ამბობენ ხოლმე რა მომისმენია რომ იცი რა გაანება თამაშ თავი როგორ გაანება როცა კითხავს აი ესე უბრალოდ რა ვიცი თქვა როგორ წარმოგიდგენელი მოდი იცი რა გავაკეთოთ ახლა აი ადამიანი რომელიც ამ ეპიზოდის მერე სიტყვაზე უყურებს ისეთი ვინც თამაშობს დამოკიდებულია ამოიცნოს თავის თავი და უნდა რომ თავი დაანებს აი რუკასავით რომ დავხატოთ აი რა ნაბიჯები აი მოკლედ მარტივად რომ უთხრათ რომ აი ეს ნაბიჯები გაქვს გადასადგამი რომ შეძლო საბოლოოს თავის დანება ნახე სამწუხაროდ ესეა ეს მოწყობილი რომ იმისთვის რომ თამაშისთვის თავის დანებება მოგინდეს აუცილებელია ფსკერი მაგრად უნდა გეტკინოს რაღაც.
აი მაგრად რო გეტკინება, მე ხვდები რომ აქედან გაქცევა გჭირდება. თამაშიდანაც გჭირდება უკვე გაქცევა, იმიტომ რომ ეს თურმე ძალიან ცუდი შეყვარებული ყოლია ეს თამაშის სახით რა. ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა შეუქმნიან დამენგრა მთელი ცხოვრება და რამე მიშველეთ. აი ეს ხდება ხოლმე, როგორც წესი. აი ეს როცა ხდება უკვე ადამიანს აქვს გააზრებული აქ თამაშთან აღარ უნდა ურთიერთობა. თუ კი თამაშთან აღარ გინდა ურთიერთობა, აი ამ ფსკერის დაკარგვა არ იქნება. ანუ ძალიან სევდიანია როცა ადამიანი ფსკერს კარგავს. იცი რა გულისხმობ? ეს ფსკერი თუ გაატარე, შენ შემდეგ ფსკერს უნდა დაელოდო, რომელიც აუცილებლად უფრო ცუდი იქნება და მძიმე ვიდრე ეს იყო. რომ ისევ მოგინდეს თამაშთან ურთიერთობის დასრულება, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში გაგრილდები და ისევ აპატიებ ამ შენ შეყვარებულს იმ გულისტკენას, რომელიც 2 დღის წინ ქონდა. და მერე უნდა ელოდო შემდეგ ფსკერს, რომელიც აუცილებლად უფრო ცუდი იქნება ვიდრე იყო წინ. თუ აი ეს ფსკერი ხელიდან არ გაუშვი, ამ დროს შენ გჭირდება უკვე დახმარება. პირველი რაც უნდა გააკეთო, ეს არის აღიარება საკუთარ თავთან, რომ ეს არის პრობლემა, ეს არის მოსაგვარებელი პრობლემა და მაშინვე უნდა დაიწყო ოჯახის წევრებთან და იმ ძვირფას ადამიანებთან გულწრფელი საუბარი, რომ იცი რა ხალხო, აი ესე ვარ, თქვენგან განა ფული მჭირდება დახმარება. მერე უკვე მადლობა ღმერთს არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები, არსებობენ სპეციალისტები, მეც მათ შორის, რომლებიც მუშაობენ ამ ადამიანებთან და გამოჯანმრთელების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, ეგეც ძალიან არასწორი წარმოდგენებია ამასთან დაკავშირებით, რომ აი ნარკომანიას ეშველება, დაუშვათ ალკოჰოლის ეშველება, თამაშ დამოკიდებულება თუ დაგემართა, ჯვარი წერია. მაქედან გამოსავალი არ არის. რეალურად ეგეც ტყუილია. იმიტომ რომ ძლიერი დამოკიდებულებაა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც წარმოუდგენელია აქედან ადამიანი გამოდის. როგორ არის? რამ ჩვეულებრივად. წელიწადში მაგალითად 100 ადამიანს ჩემ თავზე ვიღებ ხოლმე და შესაბამისად. ძალიან მაგარია. მოკლედ, ეხლა ნენა უკვე ბოლოსში გავდივართ რა და ესეთი ტრადიცია აქვს ჩემ არხს, რომ ბოლოს სტუმარი უტოვებს მომდევნო სტუმარს კითხვას, ისე რომ არ იცის ვინ იქნება მომდევნო სტუმარი. და შენ შეხვდა ეგეთი კითხვა. რომ იცოდე რომ 200 წელი იცხოვრებ. რა შეიცვლებოდა შენს გეგმებში და ყოველდღიურობაში? ძალიან საინტერესო კითხვა არის. შეიცვლებოდა ალბათ პირველი აზრი, რომელიც ახლა გამჩნდა არის ის, რომ ალბათ შევნელდებოდი. მერე ჩემივე აზრი დაეჯახა ამას, რომ ვერ შევნელდებოდი, იმიტომ რომ ის ტემპი, რომელიც მიჭირავს, ჩემი ორგანული ტემპია, ის არც ჩქარია, არც ნელია. მაგრამ მესამეს მხრივ ის აზრიც დაეჯახა, რომ იქნებ იმიტომ არის ეს ჩემი ტემპი დღეს ჩემთვის ორგანული, რომ ვიცი, რომ 200 წელს ვერ ვიცხოვრ. ერთი რაც ვიცი არის ის, რომ გააჩნია კიდე რა პირობით მეძლევა ეგ 200 წელიწადი. ანუ 80-ის მერე როგორიც ვიქნები, ეგრე ვიქნები დარჩენილი 120 წელი თუ მან რა ხდება, ანუ ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ შესაბამისად დავგეგმავდი. თუ პროპორციულად ხდება ამ ყველაფრის განვითარება იმ 200 წელიწადში როგორც აქ, ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მექნებოდა, იმიტომ რომ კიდე უფრო ბევრ ამას მოვასწრებდი თამაშ დამოკიდებულების მიმართულებით, ვიდრე მაქვს დაგეგმილი და ტემპს არანაირად არ შევცვლედი, უბრალოდ უფრო ბევრ ამას გავაკეთებდი რა. და ალბათ უფრო მეტ პიროვნულ ზრდასაც მოვასწრებდი ამ 200 წელიწადში, ვიდრე მოვასწრებ იმაში, რამდენიც მაქვს დარჩენილი და ვიფიქრებდი ასევე ცხოვრებაზე უფრო მეტს აუცილებლად. მადლობა, ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ეპიზოდს. აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.